გურიის დრო მოვიდა, ბახმაროში ავდივართ, თერჯოლაში გავჩერდით ახლა, კეთილმგზავრობისთვის ყავას ავიღებთ, ტრუჩილოს ყავას მარტში და ავთოს ხაჭაპურები იყიდება, სხვათა შორის უკვე აქ, სხვა სმარტებშიც მალე იქნება წესით, ზესტაფონის ხაჭაპური თან არ ვიცი, ვისაც გახსოვთ ყავა და ხაჭაპური მაინც სხვა და ტვირთვას ატარებდა სულ. ეხლა მაგას ავიღებთ გზად, რეჰანი კუკინგსაც ვიღებთ და მაგის კულისებსაც გადავიღებთ, ავთოს კერძებსაც გავსინჯავ შიგადაშიგ და ნუ ბახმაროში სხვა კერძებსაც. ცოტა ისეთი დაუგეგმავი ეპიზოდი გვაქვს და ვნახოთ რა გამოვა. ძალიან ვარ მხრებში მოხრები. შემახსენე ხოლმე. სოკოებზე ნადირობის ეპიზოდში გული გამისკდა ჩემ თავს რო შევხედა. იმერული გაქვთ რაღაც ახალი, ხო? თუ ყველა ახლები გაქვთ? რაღაც განახლებული ხაჭაპურებიაო. კი, აღარ შოკვათით მზადდება და უნდა დაელოდოთ. კაი. აუ, ძალიან მიხარია ბახმაროს ამბავი, იმიტომ რომ არ ვარ ნამყოფი. ეს ის გამონაკლისი ადგილია, სადაც არ ვარ ნამყოფი და ის ველოდები გულის ფანცქარით. ვაშა, ხო შენც? ერე, ამოიღე ხმა. იცი რა მინდა, ერთ წამს. ერთ წამს კამერა რო გამოგართვა და რეჰანის მაისური ვაჩვენოთ და ცოტა დავასპოილეროთ, არ შეიძლება? აი, მოკლედ, გამეზასთან ერთად ვიწყებთ კოლაბორაციას. ეს არის რეჰანის სატესტო მაისური. იყავი გოგა. ეს არის რეჰანის სატესტო მაისური, ჯერ ისე ტესტი დავაბეჭდინეთ. რამდენიმე დიზაინი გვაქვს, რომელიც ძალიან მომწონს, ყველას ძალიან ეს მომწონს და ლაშა მომიცვა, იმიტომ რომ ლაშას ზომა ჩამოვიდა. ხაჭაპური შევუკვეთეთ 5-6 წუთი უნდა. ახლა ესპრესო, ჩემო ბატონო. და კარგი ხასიათი, იმიტომ რომ ლაშა მიჩხუბა. კამერის უკან რა ხასიათზე ხარო. მაგარი თხელი რამე ჩანს. წამო აქ რატო სინჯავთ, წავიღოთ. აბა, კაი. მან თხელია. ნახე. ოჩა. აია. მაგარი თხელია. წვიმი არ წავას მევინე და აფახაჭაპური, ვახორო ამბობდა, წაღმაუკუმა არ უნდა ქონდესო. გავიგვიძეთ ბახმაროში, ფანტასტიურ ხედზე. გადასწარევა მინჩი. უბრალოდ რო გავუგვიძეთ 9 თვალამზე იყო. ეხლა ნისლი ჩამოწვა და ყველაფერი ორივე ლამაზია, მაგრამ გრილა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქალაქებში, საქართველოს სხვა ქალაქებში იქნება ხუთვა ეს ეპიზოდი რო დაიდება და შეგშურდებათ ჩვენი. ამიტომ ამოდით ბახმაროში, ძალიან ლამაზია. კიდე ახალი აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე არაფერი არ გავს ბახმაროს. ერთადერთი ზემოაჭარა ჩემთვის ოდნავ გავს, თუმცა ლოგიკურია ყველაფერი, იმიტომ რომ საზღვარი ზემოაჭარასა და იმას გურიას შორის, ნუ აი აქვეა რა. აქედან იწყება აჭარაც. აჭარული კერძებიც ამიტომ ბევრია მაღალმთიან გურიაში და მაგებს გავსინჯავთ, იმიტომ რომ ხვალ ვესტუმრებით ერთ საინტერესო ოჯახს. მანამდე ავთოს კერძებს გავსინჯავ. ხო, რო დაიწყებს სადებას ნელ-ნელა რაღაცები გადავიღეთ კულისებში. ოპერატორები მზად არის. 1-2. გოგა, ეხა ესე უნდა თქვა, მე არ გადამიღოთ. არა.
პირველი კერძი, რასაც გავსინჯავ, იქნება ღორის ნეკნები, რომელიც ავთომ შეამარინა და შეასუნელა და ესე გაახვია კოხტად და ცეცხლში ჩადებს ახლა. და დავევედები და ნახოთ. უკანა კარს რო გამოაღებ ეგრე. ავთო რამე გემრიელი ამერჩიე ხარ ეჰანის მაყურებელს კაი რო უთხრ. შენზე ყველაფერი. რო არ აგირჩიო, ისე არ ეტყვი, ხო? არა, ისე დავიწუნებ. აუ, ეს წაღამ თქვი მე მგონი, ხო? ღორის ნეკნები რომ მოამზადა. კაია? ეგ დიდია, ავთო. შენ ხომ ვერ გავიგე. მინდი გავიჭე. კაი, მოდი და ლაშას დავუწორნე. ეს ესე დაიჭირები? ეს დავიჭირო, ესე ვჭამო. ველურად? ველურად. აი, აბა ნახოთ. ყოლფა. ბარბეკიუ соуსმა მოტკბო გემომისცა და მაგრად უხდება. კიდე შეგვიძლია დავამატოთ. ნახე. ლიხავე. ნაწილი. ოჩა. მაგარია. ამას კარტოფილებიც მოუხდებოდა რა ასაცში. პროგრამა არ გამომაჩინა. გადმოვედით აჭარისკენ ზორტიყელში, სოფელ ზორტიყელში. ულამაზესია. ავთოს უნდა ჩლეჩილი ყველის ყიდვა, ხო? მინდა მე ცოტა გაშტერებული ვარ ახლა ამ ყველაფერს ვუყურებ და თან მინდა რომ კარგად აღვიქვა და დავამახსოვრდეს კაი დიდი ხანი და ხო, ლანდშაფტი ხო ლამაზია და სახლებია ხის, ფიცრული, ქვევით არის ბოსელი და ზევით ცხოვრობენ. კულტურაც მაგარია რაღაც ხო, შენარჩუნებული. ოღონდ ზაფხულში ამოდიან ხოლმე, საქონელიც ამოყავთ ოჯახებს და სექტემბრის ბოლოსკენ უკვე ჩადიან კვებით ბარად. ხო. მე ჭელიძეების ოჯახი გმასპინძლობს, ყველით ანდედან და ვიყიდოთ და მე გავსინჯავ ბორანოს და ავძვრები ხაზევით და შენ ხო უნდა გასინჯო ბორანო მე უნდა ვიყიდო ჩლეჩილი ყველი წავიღო ჩლეჩილი ყველი და იმ ჩლეჩილი ყველით გავაკეთო ბორანო ჩემეული ვერსია განსხვავებული ხო ხო მაგასაც გავსინჯო ფუძე შენარჩუნებული ექნება მაგრამ ცოტა განსხვავებული ნიუანსები ექნება და კი ბატონო ბატონის ზაზა ჭელიძე არის ლოცვა ახლა და დრო დაბრუნდება შენთან მოხვდება რეჰანი კუკინგზე და ლაშა მე და შენ შეგვიძლია ავიდეთ უკვე დაიწყეს ნელ-ნელა ბორანოს მზადება წაღან შევიჭრით და ზევით ფეხზე უნდა გავიხადოთ სხვათა შორის სოფლად სისუფთავის შენსანარჩუნებლად კარგი მეთოდია ფეხზე გახდა იმიტომ რომ ძალიან ძნელია ბევრი მიწა ჩვენ მასპინძლიერს დიდი ბოსტანიც აქვთ და რთულია სისუფთავის შენარჩუნება. ეს არის ზედა ნაწილი, ქვევით არის ბოსელი, ზევით არის საცხოვრებელი. მოიხსნია მას სივრცე. ხატიაც ჩვენთან ერთად არის ჩვენი მასპინძელი. ბახმარო, პანორამა ბახმარო ქვია, ხო თუ ბახმარო პანორამა? პანორამა ბახმარო. შეიძლება? გამარჯობა კიდევ. მოვედით და შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ მზადება. გამარჯობა კიდევ. ესე იგი ბორანო კაიმაღით, ბორანო კარაქით. დავიწყეთ გასინჯვა. მოისა. აბა? ბორანო კაიმაღით გია ჩლეჩილი, ანუ ესაა ბორანო ჩლეჩილი ყველაზე დამწიფდა. ესაა კაიმაღი და შიგნით ჩლეჩილი ყოლა. კი. მოგცეთ?
ჩლეჩილი ყველი. მე მოდი, არა ცივილი, აი ნოდარიკო ბატონო ჩემო. ხო, მე მგონი, კაი. კაიმას ერთი ნაბიჯი უნდა რომ გახდეს კარაქი. მეტი თქვი ცოტათი და შენ. კი ბატონო, მოდი. მიდით ახლა ნუ იპრანჭებით, არ უნდა ამას გაპრანჭვა. გამოვაწოთ. მე მაშინ. არაფერი ისეთ კარაქი, ნუ? არაფერი ისეთ კარაქია და კალორიულია კარაქია. იმე კაი დიეტოლოგი, იცი აქ და ჩავა.ანგამეა მართლა. კარაქის და ყველის ეს კომბინაციას ავიღე. კარაქი შენ რომელი ჯანა? და ყაიმა. მერი დიდი მადლობა, უგემრიელესია. ჯერ კარაქიანი გავსინჯა. რანაირად შეიძლება ადამიანებს კარაქი არ გიყვარდეთ, ვისაც არ გიყვართ? ვინმე ხართ აქ ეგეთი? გიორგი. ერთ კამერა უჭირავს და არაფერს არ უჭირავს. ხო. დიდად კამერა და. მაინც გამოსადეგი კაცი აქვს, ვიღებს და. აქ ნეს. აუ ძალიან კაია. ესეც კაია. ცოტა ნაღები არაჟანი მართლა რაღაც მანდეთკენ მიდის. მე ის მირჩევია. მოიცა ეს ზომაწონა როგორ არის? რა ლამაზია. ამასაც ახსოვთ, ხო? ეს ფარდაგები. შენ გინდა უნდა გემძმა უნდა ჩაეწერო აქ ეგრე არა. რა სილამაზეა. მინდა. კაი მე და ნოდარიკო გავი. აკეთილი. ორი. ერთნაირებია, ხო? ეს ორი ერთი. ხო. თუ რამეა მე უკეთესი რო შემხდეს რა. ესეც ასე. ვაი. აბა ეს ვისია? ეგეც ჩემი. ეგ ადრინდელი. ეს ახლა. ნახე. ო მე ესეც ამაზე უნდა ვიჩხუბოთ. მე შენ სურათი გადაუღე და სამახსოვრ. აჰა. ესე უცებ? ახლა ერთ დღეზე და ორზე არა მაგ. აა. ეს ხატავს და მე რა თქმა უნდა. ესკიზები. ულამაზესია. აი. რეჰანის ეს ნაწილი აჭარული. დავასრულოთ აქ და კუკინგზე გადავიდეთ. ფანტასტიკა იყო. მოიცა. ძალიან ნოყიერი. მოდი ორი სიტყვა მინდა კერძზე რა ვთქვათ, იმიტომ რომ მე გამომწერები ამბობენ ხოლმე, რომ კარგად აღწერეო და ისეთი ძალიან ნოყიერი, ძალიან მსუყე. კარაქის ინტენსიური გემო აქ იგრძნობა, აქ ცოტა ნაღები და არაჟანი და მე ეს უფრო მომეწონა. დამწვარი კარაქის გემო და ისეთი რა, ყველიც საკმაოდ არ გეგონოთ რა იწელება იშლება. მყარი ფაქტურის არის. იცი რა არის ხა თბილისში ჩემი მოგზაურებული აზრია რომ შეიძლება არ მოგინდეს ამის ჭამა, იმიტომ რომ თაში რო ხარ ეს გჭირდება, ეს აუცილებელია. ხო, თან აქ სხვა გემო აქ. ხო და ეს აუცილებელია ამ კალორიების მიღება და ძალიან გემრიელია რა თქმა უნდა. ესე იგი ნაწილი სანამ ეპიზოდი დაასრულეს, მაგ დროს გავსინჯეთ და ეხა თქვენთვის გავსინჯოთ. ესე იგი, ეს არის ბორანო. ჩლეჩილი ყველით, კარამელიზირებული კარაქით. და რაც ყველს და საინტერესოა, ავთომ მოაყარა ცოტა ყავა.
და ძალიან მაინტერესებს რა ხსნადი იქნება. ყავა. ხსნადი თუ კი არა, თურქული? ბოდიში ის. თურქული. ხო, თურქული ყავა. აბა ვნახოთ, მე ძალიან მიყვარს, კარაქიც მიყვარს. ხო და აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარაქი დავწვათ სწორად. ბოდიში რა, ხტისგან. კი არა, ამე. ბოდიში. შენ ის კაცი არა, ხარ მე ამას არ შევჭამდა. მოგეწონა. პური დამშადა. მეთქიზე აფერისტო. მოდი. ხა, გოგა. თუ არა ძიმე, გამაღიზიანებელი. ხო, აი, სიმართლე თქვი, რა გემოს გძნობ? განსხვავებულს. ამდენს ფიქრობ. ხმამაღლა თქვი ერთი მიკროფონი მაქვს, მე მიმაგრია. შენ გიმაგრია. ჭვარს. თხილი ვერ დაიჭირე? კარამელი, ტკბილი, თხილი. ბიჭო, არა, დილიდან იმას რა, თაფის არა, სხვა არის ამბიტრიანი. ეხლა ილი არა, შვანსკი რა. არა, არის, მართლა არის. ცოტა იგრძნობა, აი რაღაც კარამელიზირების გემო და აუ, ხო არ ხადაო. თხილი. ოდ გურული თხილია. ყავა ისე მოუხდა ჩემი აზრით რესტორნებში. მოდი დარჩი. რესტორნებში უნდა დაამატონ შეფებმა ვისაც აქ. და ძალიან გხობს რომ გაითვალისწინოთ ვინ დაამატა. საერთოდ აჩომ დაამატა პიცაში, მაგრამ ხვადილი. ჩერო დაამატა, ეგ გამახსენდა პაცას პიცა. იმას ხსნადი აქვს დამატებული. მე თურქული. ასე რომ ინსპირაცია აჩოს გამოდის და მადლობა აჩო. არა მარტო. ხარ. აი, გვაყოფა გიო ცოდო ხარ. კამერის უკან ლაშა არ არის გიორგია. მოდი შენც გასინჯე. ესე იგი, ჩვენ ჩამოვლაზეც უნდა გაჩერდეთ ზურისთან. რეჰანისთვის არ მახსოვს ჩავწერეთ თუ არა, მაგრამ რეჰანი კუკინგზე ვთქვით, რომ ბახმაროში ვინც ადის, ეს არის აუცილებელი გაჩერების ადგილი. ერთ შეკითხვას დაგისვამთ ზური, მოდი აქაც თქვით რა შეკითხვას უშავთ, მაგრამ სწორ პასუხს არ ვიტყვით და სწორი პასუხი დაგვიწერეთ კომენტარებში. მაგალითად რომელიც უშვა. ბევრი გაქვთ. ჯერ ეს ლაშა ხმა იქნება? იქნება აგერ. ანუ აგერ არა ვარ. ჯერ ერთი შევეკითხო ბძღოლ. ხო. ბატონო ბძღოლო. თქვენი საცხოვრებლიდან აქნამდე რამდენი მოსახლეობია? ეს ნაგვიპასუხო. ეგ ერთი კითხვა. ესე. მეორე? მე უცბად უნდა გვიპასუხო. მაგალითად თქვენ. ხო. 2 და 2 რამდენია? უცბად. 2 და 2? 2 ჯერ 2 თუ 2 და 2? არა, 2 და 2. რა მნიშვნელობა? მნიშვნელობა. 2 და 22. ეგ არის? პასუხები არაო და ამან უცებ გამოაჭე. შემდეგს ვაიმე. არა, ხელი არ მოკიდე, ხელი არ მოკიდე. დაანებით. არა, უშა. გამარჯობა. აი რიგი დადგა. ყველა სხვა არ ვიცი. ხო, აგერ ერთს უპასუხა უკვე და კაი, მაშინ დანარჩენები დავუტოვოთ ხვებს. რა თქმა უნდა. ხო და ეხლა ჩვენ უკან მივდივართ უკვე თბილისში და ჩამოვლაზეც უნდა გაჩერდათ ზურისთან. დედალიან მამაალი სიმინდი ჭამოთ და იცი ის რა არის, რა ქვია? ყოროთი ჭკვის მომყვანი, ჭკვის მასწავლებელი. ყურუთი. ნადუღია გამხმარე, ჭადის თვითთან და სმეტანასთან. ხო. კაი, ერთი ეგ გავსინჯოთ მაშინ. ჭკვაზე მოყავს საზოგადოება. ერთი მაგას გავსინჯოთ, მე დავთო ჭკუაზე მოვალთ თუ არა ვნახოთ. შევაცხელეთ. აი. გაველოდოთ მასწანამ შეეცხედა. აი ხო, არ შეწყდებოდა? არა. დავსვა მეორე შევსვა, ხადო, ეჩქარებიან ამათ თუ ჩვენ გვეჩქარება. აი. Yana peki. არა. აი სპეციალურია ხო. ხო და ვნახოთ აბა. შეცხელებული. ამაზე ცივი მჭადი. ივა, მოხარშული კარტოფილი. ჩაისთან არის იდეალური.
მაგრამ უცხიმო არ უნდა იყოს, ცხიმიანი უნდა იყოს. აბატო. კაიმაღით კეთდება, ხო? კაიმაღით კეთდება. ხო, კაიმაღია შიგნით რძეა. ო, ცხელია, ცოტა შეგრილდეს და. აგო. მადლობა. კიდე ერთი ხელი დადე გაცივდეს ბარემ. ვარაუშავ. ო, რანაირად კი. ჩემი შოუდი გაცხელია. სიმიტროდი და. როგორ? ერთი მიდის და ორი მოდის? კი. სული ქალიო. თქვენ ყურუთი გექნებათ ნა მირთმეული. აი ნახე ახლა როგორ ჭყვა მოგივაუცვა. როგორია? აია. მოგივიდა უკვე ჭყვა. ეს იყო სულ? ჯერ ჭამო მოიმედე. აია, ისეთია. აი, მარილიანია. გამეხე. ტვისტერს გავს, მე უფრო მშრალია. აი. ძღოლის გარდა, ყველა მიირთმევთ არახს. თითო ჭიქა. ეს აგერ ქვაბღამდე, სანამ ქვაბღას ჩახვალ უკვე თავისუფალია. სერიოზული. თაფლის არახს თითო ჭიქას. ერთი მაშინ. ერთი უნდა დაილოთ. ჩვენ ხო თქვით ყველა კერძინა გავსინჯოთ. ავთო, თქვი რამე ხა, ჭკუა მოგივიდა თუ არა? მე ისედაც გქონდა. ატა გაგდავია და ხო და რამე იკეთებს? იქნებ მაქვს და ამის ჭამით მე სულ არ გამინულდეს, არ გადაიწვას. არ გაგინულდება, ხშირად უნდა ჭამოა. ხო, ხშირად როგორ ჭამთ? მოგძანდი და მოგართვავთ. აწევიული ბახმაროში. აბაუთო, შენ ძღოლი ხარ ვერსვამ. და ამ კარგი განწყობით და გემრიელი თაფლის არყით, ანუ ბუზის არყით. ბუზისა, სანთლისა, თაფლისა, ყველა ერთად არის. კი ბატონო, გემშვიდობებით. მადლობა, გურიას, მადლობა თქვენ, მადლობა. დაშლა არ მოშლის იყოს, დაშლა არ მოშლის.